კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ივანე ჯავახიშვილის 150 წლის თავისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენის გახსნის დღეს გაიმართა წიგნების წარდგინება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დავით გვრიტიშვილის მონოგრაფია ივანე ჯავახიშვილი ქართლის ცხოვრების მესაიდუმლე და ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის პირველი ტომი, რომელიც 2026 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გამოიცა და საფუძველი ჩაუყარა 20-ტომიან ფუნდამენტურ კრებულს. აღნიშნული ტომი აერთიანებს ძველ ქართულ და ძველ სომხურ საისტორიო მწერლობასა და სარედაქციო წერილებს და კომენტარებს, ხოლო მონოგრაფია მიმოიხილავს მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითად ეტაპებს, მის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას. ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გახსნა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ასახავდა მისი მრავალმხრივი სამეცნიერო მოღვაწეობის მასშტაბებს, მათ შორის ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, სამართლის, ეკონომიკის, ლიტერატურათმცოდნეობისა და სხვა დარგებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მის პირად ჩანაწერებს. ასევე პირველად გამოიფინა ივანე ჯავახიშვილის პირადი ნივთები. გამოფენის გახსნის ცერემონიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოგეხსენებათ, რომ საყოველთაოდ აღინიშნება აპრილში ჩვენი დიდი მეცნიერის და მოღვაწის, დიდი მამულიშვილის ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავი. ძალიან ბევრი საზეიმო ღონისძიება გაიმართება ძირითადად თბილისის უნივერსიტეტის ეგიდით. ცხადია, მისი დაარსებულია უნივერსიტეტი, მისი პირმშო და იქ გაიმართება ყველა ძირითადი ღონისძიება, მაგრამ ჩვენ ასე ვთქვათ დავასწარით კვირეული ჰქვია უნივერსიტეტში, ჩვენთან ჰქვია ორკვირეული ივანე ჯავახიშვილისა, რომელიც დღეს იხსნება გამოფენით. აქ არის წარმოდგენილი მხოლოდ მცირე ნაწილი მუზარმაზარი მასალისა, რომელიც ინახება ჩვენთან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივის 99% ჩვენთან არის, ეს არის სამეცნიერო ნაშრომები, მისი წერილები, პირადი მიმოწერა მეცნიერებთან, სახელმწიფო მნიშვნელობის აქტები, რომლებიც უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. აი ეს გამოფენა, პლუს ამას არის ძალიან საინტერესო წიგნის პრეზენტაცია. იყო ასეთი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილის მოწაფე, ძალიან ცნობილი ისტორიკოსი დავით გვრიტიშვილი და მისი წიგნი, რომელიც სამჯერ გამოიცა, მაგრამ უკვე ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ეს იყო პირველი ავტორი, ვინც მონოგრაფია მიუძღვნა ივანე ჯავახიშვილს, ასევე ერქვა წიგნს ივანე ჯავახიშვილი, მეორე გამოცემას ქართლის ცხოვრების მესაიდუმლე. ჩვენ ორივე სათაური გავაერთიანეთ და გამოვეცით ახლა აი ეს ძალიან საინტერესო წიგნი მისი ივანე ჯავახიშვილზე. გარდა ამისა, არაოფიციალური წარდგენა იქნება ჯავახიშვილის 20-ტომეულის პირველი ტომისა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა დაბეჭდა. აქ მოხდა მისი დაკაბადონება, მთელი მუშაობის პროცესი ხელნაწერთა ინსტიტუტთან არის დაკავშირებული და მისი წარდგენა არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ უნივერსიტეტს არ წავართმევ ამ ასე ვთქვათ უპირატესობას ამ საკითხში, მაგრამ ჩვენ დღეს აუცილებლად აღვნიშნავთ ბატონ როინის თხოვნაც ამ მთავარი რედაქტორის, რომ დღეს აღვნიშნოთ აუცილებლად ამ წიგნის გამოცემა, მოსწრება გამოცემისა სწორედ 150 წლისთავისათვის. ქართველმა საზოგადოებამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავთან დაკავშირებით. გადაწყდა მისი თხზულებების 20-ტომეულის გამოცემა, რომლის პირველი ტომი უკვე მკითხველმა მიიღო. ამ საიუბილეო გამოცემას სათავეში უდგას 3 ეროვნული დაწესებულება. ეს გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
გამოცემა სათავეში უდგას სოლიდური სარედაქციო საბჭო, რომლის თავმჯდომარე გახლავთ აკადემიკოსი როინ მეტრეველი. ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ხასიათი მიიღო ამ პირველი ტომის გამოცემაზე მუშაობამ. წლების მანძილზე ამ 20 ტომეულის ტექსტის მომზადებაზე მუშაობდა და განაგრძობს მუშაობას სარედაქციო ტექსტოლოგიური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ისტორიკოსი პროფესორი ბატონ დავით სართანია. ამ ერთობლივი მუშაობით დღეს უკვე მზის სინათლე იხილა ივანე ჯავახიშვილის 20 ტომეულის პირველმა ტომმა სწორედ იმ სტრუქტურით და იმ თხზულებების შემადგენლობით, როგორც მას წარმოედგინა თავისი ნაშრომების გამოცემა. ჩვენ დიდი ხანია ვემზადებოდით, ჩვენ მეთქი რომ თქვი გულისხმობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მეცნიერებათა აკადემიას და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეის აღსანიშნავად. ამისთვის დაიგეგმა გამოცემული იყო მისი თხზულებების სრული აკადემიური კრებული. უკვე სახეზეა პირველი ტომი. აი ზრისთი განსხვავდება ახლა ახალი გამოცემა წინამორბედებისაგან. საქმე ის არის, რომ რაც ადრე გამოცემულა, მას ჰქონდა მეტწილად სპონტანური ხასიათი. კი, ყველაზე სრული გამოცემა დღემდე არსებულთა შორის 12 ტომეული იყო, მაგრამ ისიც არ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომელსაც ჩვენ შეიძლება უყენებდეთ ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობას, სრულად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი და ყოფილიყო უნდა ავთენტური სახით. სწორედ ამის გამო გადაწყდა ახალი გამოცემის გაკეთება, სადაც შევიდოდა მისი ყველანაირი თხზულება, არა მარტო სამეცნიერო, არამედ საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალებიც. მოეხსენებათ, ივანე ჯავახიშვილი იყო არა მარტო მრავალფეროვანი მეცნიერი, არამედ ის საზოგადო ასპარეზზე სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა და შესრულებული აქვს ძალიან დიდი წვლილი საქართველოს მაშინდელ ისტორიაში. ის იყო ჯერ კიდევ დემოკრატიული საქართველოს პერიოდში სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა ახალი ქართული სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნა. ის იყო აგრეთვე პარიზში გამართული სამშვიდობო კონფერენციის საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, მართალია ის არ გაუშვეს მერე, ვიზა ვერ მიიღო და ამის გამო. ის იყო შოთა რუსთაველის ეპოქის მუზეუმის დირექტორი, ის იყო მცხეთის და სხვა არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ის იყო უნივერსიტეტის დეკანი და შემდეგ რექტორი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ამ თანამდებობებზე მუშაობისას მას აქვს შექმნილი თავისი ხელით უამრავი სხვადასხვა სახის მოხსენება, წერილი, პროექტი და ასე შემდეგ. ყველა ამათი თავმოყრა იყო აუცილებელი, რომ საზოგადოებამ გაიგოს თუ რა მოცულობის მეცნიერი ყავდა ჩვენ და არა მარტო იმიტომ რომ ყავდა, არამედ იქ ისეთი მასალებიცაა მოცემული, რომელიც თანამედროვეებისგან შორს არ არის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ივანე ჯავახიშვილის 150 წლის თავისადმი მიძღვნილი გამოფენა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.